ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, შეგეციოთ აღსრულებული ლიტურგიის ძალი და მათ დღევანდელ დღეს ხსენებული წმინდანების ლოცვა-კურთხევა შეგეციოთ. გაარავდეთ და გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად. ერთ რაღაცაზე მინდა ვისაუბრო დღეს. დიდი ხნის მრევლია ბევრი ადამიანი ტაძარში, მაგრამ ტაძრებში, ერთ კონკრეტულ ტაძარზე არ მაქვს საუბარი. ტაძრებში მართლმადიდებელი მრავალია, რომელიც თავს თვლის მორწმუნედ, ეკლესიის შვილად, ამსარებლად, მაზიარებლად, მაგრამ აი გარეშე თვალით რო შევხედოთ ხოლმე და ან ვინმე შემოგხედოს ჩვენ მაგალითად და დაინახოს ჩვენი საქციელები, საერთოდაც შეიძლება თქვას, რომ ეს ადამიანი საერთოდ მორწმუნეც არ არის, არა თუ ეკლესიაში დგას, არამედ მორწმუნეთ არ არის. და ეს ყველაფერი ვლინდება საიდან? უფლის სიტყვები გავისენოთ იოანეს ახარება მე-15 თავია თუ არ ვცდები, რომ ამით ნანო ყოველთა, რამე თუ ჩემი მოწაფენი ხართ, რამე თუ იყვარებოდეთ ურთიერთარს. ანუ სიყვარულით. ისეთი გაუგონარი სიყვარულით, როგორც მაშინ იმ საზოგადოების იყო ძალიან უცხო. მტრების და შეურაცხმყოფელების სიყვარული. შემდეგ მე პავლე მოციქული იტყვის, რომ მაწყევართა ჩვენთა ვლოცავთ. წარმოიდგინეთ, ეს არის გაუგონარი სიყვარული და ამით გამოჩნდება ქრისტიანი თუ როგორი ერთგულია და მორჩილი ღვთის სიტყვებისა. ერთ-ერთი ეპისკოპოსის, თანამედროვე ეპისკოპოსი არა საქართველოს, არამედ კვიპროსის ეპისკოპოსი მეუფე ათანასეს აქ ესეთი შემთხვევა აღწერილი. როდესაც თავის ეპარქიის ერთ-ერთ ტაძარში მიდიოდა, იქ ხვდებოდა ხოლმე ადამიანი, რომელიც საკურთხეველში მსახურობდა, სასულიერო პირი არა, ერისკაცი, როგორც დღევანდელ დღეს ავიღოთ სტიქაროსა. მსახურობდა და მეუფესთან რომ მივიდო და ინახავდა ლოცვა-კურთხევას აიღებდა, მეუფე იხსენებს, რომ ყოველთვისო ახსენებდა და ხას უსმევდა ეს ადამიანი იმ მდგომარეობას, რომ მე დიდი ხანია ტაძარში ვარ. აი უკვე რამხელა გამოცდილება მათ ხშირად ამბობდა ამ ყველაფერს, რომ დიდი ხანი ტაძარში ვარ. ანუ ნახეთ, ამით ერთგვარად ხას უსვამდაო თავის ამ პარტავნებას, რომ იდგა დიდი ხანი ტაძარში. მაგრამ დავინახავთ, რომ სიყვარულისგან შორს იყო ეს ადამიანი. და ამ დროსო საკურთხეველში ცოტა ასაკით შედარებით პატარა ბავშვები მსახურობდნენ. მაგრამ ეს ბავშვები რომ წაილაპარაკებდნენ ან რაღაც ცოტა ისე ვერ მოიქცეოდნენ, როგორც უნდა მოიქცეოდნენ. დავინახეო, მეუფე იხსენებს, რომ მე დავინახეო, რომ ბავშვს ისე შენიშვნა მისცა და ისე დატუქსაო, რომ კუთხეში რაღაც საკურთხევლის კუთხეშიც კი დააყენა. წარმოიდგინე. მინდოდა თქმა, მაგრამ რაღაცნაირად ვეცადე და შევიკავე თავი. ცოტა ხანი გადის და მეორე ბავშვთანაც იგივე მდგომარეობა ემართება. ბრაზდება რაღაცაზე, იმასაც ტუქსავს ძალიან, ანუ უსიყვარულობას გამოხატავს და იმასაც ერთგვარად თითქოს როგორც უხუცესი ესა ეკლესიის საკურთხევლის მსახური რაღაც ამსდელობით რაღაც საქმეს ჩაუტარებს. და მე მივიდა და მეუფე მუთხრა, გასცა პასუხი, რომ არ უნდოდა რომ რაღაცნაირად გული ეთკინები, მე გამოჩნდება, რომ იმ ადამიანს მაინც გული ეთკინა. მაგრამ მივიდა და უთხრა, რომ აი დიდი ხანი ტაძარში ხარ, ამას ხშირად გვახსენებ, მაგრამ აბა სიყვარული თუ არ მოგიპოვებია, პატარა ბავშვი თუ არ გიყვარსო, ახალგაზრდა თუ არ გიყვარს, აბა ვიღა უნდა გიყვარდესო, წარმოიდგინეთ. ხო და ამიტომაც ეს არის ჩვენზე დიდი თავის წარმოდგენები ხოლმე, რომ ჩვენ ტაძარში ვარ და რაღაცას ვაკეთებ თითქოს ჩვენი სულებისათვის და რა თქმა უნდა ტაძარში ყოფობით ვაკეთებთ. მაგრამ აი ეს ამას გაუსვათ, თუ სიყვარული არ გექნება, თუ ერთმანეთთან წესიერი საუბარი არ გვექნება და თუნდაც ვიღაცა შემოვა ტაძარში, შეიძლება პატარა ახმაურდეს, არ იცის, შემოვიდა, ზანთელი უნდა დაანთოს,
ლიტურგიის დროს მოვიდა, მოუნდა ღმერთთან მოსვლა და ჩვენ კიდე შეიძლება ქეჩოში ხელი ჩავკიდოთ და გავაგდოთ როგორ იქცევი ესეო. ჩვენი საქციელებით ესეთი რამე შეიძლება გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენთვის ნებაყოფლობითია საუბარიც ტაძარში და არასწორად მოქცევა, ყიჟინიც, ლიტურგიაზე ხელი შეშლა, მაგრამ აი ვიღაცამ თუ გააკეთა, მერე გამოჩნდებით ხოლმე ჩვენ რომ აი ეს როგორ გაბედა. ბავშვიდან დაწყებული და დიდიდან დამთავრებული ეს ჩვენი განსაკითხი არ არის. ჩვენ დავიმახსოვროთ, გქონდეს გულში სიყვარული, პატივისცემა, რა იცი შენმა თბილმა სიტყვამ, შენმა რაღაც არ შენიშვნის მიცემამ, უფრო შეიძლება რამხელა სიკეთე მოიტანოს მისთვის, ვიდრე იმას რომ თითქოს რაღაცას მიუთითებ, აქეთ გამოდი, აქეთ ადექი, ეს გააკეთე, ეს არასწორია. მეორე შემთხვევა სიხსენებს მეუფე ათანასე რომ ბერი პაისი თავის ერთ-ერთ ძმასთან ერთად, მონაზონთან ერთად ათონის მთიდან გადიოდა. და ეს მონაზონი მოსქვამდაო გემში იჯდნენ და აი რაღაც სადღაც 2 საათი მაინც ჭირდება კონკრეტული ადგილიდან უკვე ურანოპოლისისკენ, მერე თესალონიკში ხო დრო ჭირდება რომ გამოვიდეს. ანუ სადაც უკვე ერის ხალხნი არიან და ქალბატონები და ყველანი. დრო ჭირდება. და ამ გზაში მოსქვამსო ეს ადამიანიო რომ ვაი რა გვეშველება. აი რაც მოვიხვეჭეთ, დავკარგავთ. მერე გადის ცოტა ხანი, აი რამდენი ხანი ათონიდან არ გავსუვართ მამაო და აი რაც თუ რამე ვიღვაწეთ, დაგვეკარგება. რა თუ რამე მოვიპოვეთ, დაგვიკარგება. ამას გზაში რამდენჯერ ამბობს და თურმე მამა პაისი მიუბრუნდება და ესეთ რამეს ეთქვას. მე არაფერი მომიხვეჭიაო და არც იმის მეშინე ნუ რამე დავკარგო. ო შენ თუ ამდენი გაქვს მოხვეჭილიო, მაშინ შენ ძალიან ფრთხილად უნდა იყო რომ არ დაკარგო. ანუ ეს რა იყო? მოვიხვეჭე, მაგ რაღაცა მეკუთვნის, რაღაც ადგილი მაქვს სამყაროში ღმერთთან ურთიერთობაში. ეს არის ამპარტავნება. და აი ორი ადამიანი, მამ პაისი რომელიც უდიდესი მამა იყო, იხსენებს რომ მე არაფერი მომიხვეჭიაო და არც დაკარგვის მეშინიაო, რატო? ნახეთ, ამას სწავლება დაბალი ადამიანი თავს ისე იმდაბლებს რომ მიწაზე დახოხავსო. და მიწაზე ხოხიალი ადამიანი სადღა უნდა დაეცეს. სადღა დაეცემა. ვინ ეცემა? ვინც მაღლა დაფრინავს. და ორი განსხვავება იყო, ეს ადამიანი დაფრინავ და მაღლა რაღაცა გავაკეთეთ სულიერ ცხოვრებაში, მოვიხვეჭეთო, ეშინოდა დაცემის. და აი სიმდაბლე რო ქონოდა და მიწაზე რო ყოფილიყო, ნამდვილად არაფრის არ შეეშინდებოდა და არსად არ დაეცემოდა. და ამით უნდა ვისწავლოთ, რომ სიყვარულით, მორჩილებით, ღვთის სიტყვის მორჩილებით, თამდაბლობით უნდა ვიყოთ, ეს უნდა ვისწავლოთ. რაც არ უნდა აი აქედან გიქადაგოთ, სწავლა მოგცეთ, რაღაც თუ ეს ყველაფერი არ გვექნება, დამიჯერეთ, ანუ თუ მყარი საფუძველი არ იქნება, რაზეც დანარჩენ სწავლას დააფუძნებთ, დამიჯერეთ, ამ პარტავანმა რო იცოდეს სამყაროს მეცნიერებები, სუდისკენ გამოიყენებს, დაუპავს ყველას და ყველაფერს, ამ პარტავანს რო კონდეს მთელი სამყაროს ცოდნა. ხოლო დაბალი ადამიანი პირიქით ხალხის გადასარჩენად გამოიყენებს ამ ყველაფერს და ამიტომაც თამდაბლად იყავით რა, ძალიან გთხოვთ, სიყვარული გქონდეთ გულში. ამ პარტავნებას ებრძოლეთ, განკითხვას ებრძოლეთ. იმიტომ რომ ეს განკითხვა ამ პარტავნებას არის ყველაზე უსიყვარულო მდგომარეობა. ჩვენს გარშემო რომც ნახოთ, სოდვით რაღაც სახე დაკარგული ადამიანი პირიქით არ განიკითხოთ. რატო ეს ადამიანი ღვთის ხატება, ყველა ადამიანში არის ღვთის ხატება. და ეს ხატება დასვრილია, როგორც ძვირფასი მარგალიტი ამოსვარო ტალახში. მარგალიტი ბრწყინვალებას ვერ დაინახო, მაგრამ ის მარგალიტია, მაგრამ დასვრილია. ხვალზე რა იცი, როგორ შეიცვალოს მისი ცხოვრება და მე ჩემი ამ პარტავნებით სადამდე დავარდე. თუნდაც წირვაზე რომ მოდიხართ. სახლიდან დაწყებული, გზადან დამთავრებული, არ განიკითხოთ არავინ. მათ ცუდ საქციელებს ხაზი არ გაუსვათ, შეიძლება ნახოთ. ო ზოგი შორიდან მოდი, ზოგი ახლო, შეიძლება გზა და გზა, რაღაცა მსგავსო საქციელი დავინახოთ ადამიანის. სანამ წირვაზე მოვალთ, სანამ ვეზიარებით, იქამდე თუ განკითხვებით მოვედით, ჩათვალე ფუჭი იქნება ჩვენი ეს ყოფობა და ეს ყველაფერი. და ამიტომ მეცადეთ, აი ამას მიაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. აი თქვენ მოისმენთ, ჩვენი მსმენელი ვინც მოგვისმენს, ის გაიგებს რომ ეს აუცილებელია. უსიყვარულობა უნდა შორს გავწიოთ. თამდაბლობა, მორჩილება ღვთის სიტყვის, ეს არის ყველაზე მთავარი და უპირველესი რაც
ჩვენი სულის ცხონებისთვის გვესაჭიროება. ავაზაკი გაიხსენეთ. რამდენი განეკითხავდა ბოლო წუთამდე. კი არა და შეიძლება კაცი შვილმა არ იცოდა. სახარებაში რო რა წერილი იყო ეს ყველაფერი. ყველას ბოლომდე ეგონებოდა რომ ავაზაკმა ავაზაკობით დაამთავრა ყველაფერი. ივანე ოქროპერი ამბობს ერთ წინვალე სიტყვებსო ჯვარზეო მანო მთელი ცხოვრება ხო ავაზაკობდა და მთელი ცხოვრება ხო ბოროტებას ჩადიოდა და მისი ეს ყველა ავაზაკობა და ეს ბოროტება რაღაც თითქოს უიღბლოდ ჩაიარა, იმიტომ რომ ჯვარზე ავიდა, მაგრამ ჯვარზეო ესე რომ ვთქვათ, ყველაზე იღბლიანი ავაზაკობა გამოდგა მის, იმიტომ რომ სასუფეველი მოიპოვა. და ბევრმა, ვინც 12-ში იყო აღრაცხილი და სასწაულებს იქნოდა, მან ეს ადგილი დაკარგა და ჯოჯოხეთამდე ჩავიდა. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. არ განვეკითხოთ არავინ. მერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არ